გამარჯობა მეგობრებო, მოგესალმებით. მე ვარ number 1 კასტი და დაგიბრუნდით შემდეგი ვიდეოთი. ეხლა რა უნდა გითხრათ ამ ვიდეოში. დღევანდელ ვიდეოში აგიხსნით როგორ ყენდება სილიკონი და რა უნდა დეტალურად მას. ესე იგი, პირველ რიგში რა თქმა უნდა გვჭირდება ნებსკავი, ზომას ნიშნულობა აქვს. მაგალითად ახლა ესეთი ნებსკავი. ეს ნებსკავი ზუსტად არ ვიცი რა ზომა. ზუსტად არ ვიცი მართლა რა ზომა. ხო და ამას ახლა ეს არის ნებსკავი, სიტყვაზე ავიღეთ ნებსკავი. ამას სჭირდება სიმძიმე. ანუ უყურეთ, ამაზე ყენდება სილიკონი და შემდეგ სჭირდება ვოლფრამი რა. სიმძიმე სჭირდება. ახლა განახოთ როგორ რაღაცა არის. თუ მაქვს რა, ასეთი რაღაც. ეს თვითი. ანუ და კიდე რაზე გილაპარაკობთ, რომ ვიდეოებს ვაფშე არ აქვს ნახვები რა. წინა ვიდეოებს კი აქვს ნახვები და ანუ მომთხოვეთ ახლა ეს გრძელი ვიდეო იქნება და მომთხოვეთ რა გავაკეთო, რა გიხსნათ და ყველაფერს ახსენ დეტალურად. ახლა მაგდაგვარ სიმძიმეს ვიპოვე და დაგიბრუნდებით ცოტაში. ანუ მაგდაგვარ სიმძიმე ვერ ვიპოვე, მაგრამ ანუ უყურეთ, ვიპოვე ყაყალის მოაზრე, ის ტრიალას მოაზრე. ანუ ესეთი ბურთულა უნდა იყოს, ამას იქნება ძულა და იყიდება ვოლფრამი, უთხარ ვოლფრამი დაო და ანუ ჩაოლებროთ და აი სადღაც ესე მაგდება, აი ესე. და რავი, იგრი არ ჩაოლებროთ, აი სხვადასხვა გრამიანები, 2 გრამიანი, 1 გრამიანი, 2 გრამიანი, 3 გრამიანი, 4 გრამიანი, 30 გრამამდე არის და ეხლა გასწავლით როგორ უნდა ჩამოვთვალოთ სილიკონი. ვიღებთ სილიკონს, თავში უკეთებ, კარგად რომ დაინახოთ. უკეთებ თავში, აი, ეხლა კარგად უყურეთ როგორ უკეთებ. შიგნით ვატარებ, ანუ, კაი, კარგად ვერ გეხსნით. ანუ, ეს არის ჩვეულებრივი სილიკონი. ამას, აქ რომ შუაში უნდა აიღო, ანუ, თვალის რომით უნდა აიღო, შუაში ადგილი და შუაში უნდა გამოატარო. უყურეთ. ვიღებ, შუაში ვატარებ, კარგად გავატარებ, კარგად, აი სადღაც ნახევრამდე, ეს ჩავასმევ, ნახევრამდე გავატარებ, შემდეგ აი ასე გავუკეთებ. აი, ერთ წამი, კარგად განახოთ, კარგად გავუკეთო. ეგარ. ეხლა კარგად არის. კონეს ნამეტანი ის არის დიდი. აი, სადღაც ასე უნდა იყოს რა, სადღაც რა ასე უნდა იყოს. აი, აქ დაყენდება ვოლფრამი და ამის მიხედვით შემდეგ გააკეთებთ რა. გადავიდეთ უფრო პატარა სილიკონზე. ეს წამი ავიღებ და დაგიბრუნდებით. ავიღე, აი ძალიან პატარა სილიკონია. ეს სილიკონები და ამ სილიკონებს რაც შეეხება, ესეთ სილიკონები იყიდა მაღაზიაში, ონლაინ მაღაზიებში დაინახეთ. number 1 fishing და მეტეორი, მაღაზია მეტეორი. სხვა მაღაზიებში, სათევზაო ინვენტარის მაღაზიებში შეგიძლიათ იყიდოთ. მაგალითად, მე ეს მოვიწერე თიმუდან და თიმუდან გამოვიწერე ესე yes. კიდე რაღაცები უნდა ჩავმივიდეს თიმუდან, უბლერ და რაღაცები, მაგაზეთ განახებთ როგორ მაგრდება და სხვა რაღაცები და ეს ანუ როგორც გითხარით რა,
ყიდიან მაღაზიებს ჩვეულებრივად. გადავიდეთ აი ესეთ პატარა სილიკონებზე, რომელიც ეს მაღაზიაში ვიყიდით, ძალიან პატარა სილიკონია. ამაზე რავი თევზი ჩვეულებრივადაც მოდის. ამას ჭირდება აი ძალიან პატარა ნემსკავები, აი სადღაცა მხელა ნემსკავი. ძალიან პატარა. ამაზეც იგივე ნაირად ვაკეთებთ. ვიღებთ სილიკონს, ძალიან პატარა, ძალიან ვერ უჭირ ხეთში. აი ამავდროულად ისე ვაკეთებ ამაზეც სილიკონს. დიდი ხონა იქნება რომ დალაიქოთ და დავამიწეროთ. ძალიან ხონა იქნება დალაიქოთ და დავამიწეროთ, იმიტომ რომ აქტიურად ცოტა დამწყებია რაღაც მესმის და ანუ ცოტა აქტივი გონში. და ძალიან კარგად დაიდება. ეხლა გადავიდეთ შემდეგზე და თავარს. სილიკონის დაყენება გასწავლეთ. სილიკონის დაყენება გასწავლეთ იმაზე, ნემსკავის ჩვეულებრივად. ისაც გითხარით, რომ ვოლფრამი სჭირდებათ, პატარა სიმძიმეები, სადაც ანუ ეგრევე იყიდება რა, ზოგადად. ხო და ამას ჩავდივართ. გადავიდეთ ვობლერზე. რაც შეეხება ვობლერს, შეიძლება იყოს ასეთი, შეიძლება ჩვეულებრივი კავიც კონდეს. მაგრამ ჩვენ ვიყენებ სამყავა, რაც შეეხება ადგილებს და სამყაროს. ამ ვობლერზე ეს ვობლერი განსაკუთრებით მუშაობს ქაშაპზე. ეს ამ ვობლერსაც ჩვეულებრივ number 1 fishing-ი და მაღაზია მეტეორი იდის რა, ჩვეულებრივ ვობლერი. გადავიდეთ ამ ვობლერზე. აი აქ აყენია კავი. აქ არავითარ შემთხვევაში უნდა დააყენოთ ძუა. ძუაზე უნდა დააყენოთ ჩამოსაკიდე კარაბინი, რადგან ცოტა სიმძიმე მანაც დაუმატოს და კარაბინი კიდე იმაშია კარგი რომ ანუ წარამარა ძუას თქვა ძუა მოვია. ძუას რომ მოავა ანუ ფიზიკურად მე რომ უნდა გადაჭრა, წვიტო, გადაჭრა და რაღაცები რა. პირდაპირ იყიდი კარაბინს, გადასამული კარაბინს მოაბავ ძუას და კარაბინზე უკვე გავკეთებ აი ამას კარაბინს. ესაც გითხარით. ამ ვობლერს ჩვეულებრივ ყაყალაზე, აი ჩვეულებრივ ყაყალა. აქაც პატარა ნემსკავი ჭირდება და აქ ჩვეულებრივ ჭირდება ან კარაბინი აქ ძუაზე ძუაზე კარაბინი და შემდეგ კარაბინზე ყაყალა. ამ რაც შეეხება ეხლა ბრაკ ამას ეხლა სხვა ვიდეოში ჩავწერ. ამას თუ კარგი ლაიქები და ნახვები და გამოხმაურებები მოყვა. ვინც ამ ვიდეოს უყურეთ, ძალიან დიდ მადლობას გიხდით, რომ მიყურებთ და ჩემი გამომწერები ხართ, გამომიწერეთ და ლაიქეთ, უფრო ბევრი ვიდეო დაიდოს და უფრო კარგი.